გასული კვირის ნიუსებით თქვენს წინაშეა ნიუს ოდისეა. ვეცდებით მოგიყვეთ საინტერესო ამბები კინოინდუსტრიიდან, ახალად გამოსულ ტრეილერებზე კინოსა და გეიმინგ ინდუსტრიაში და ასევე ფილმებზე, რომლებიც ნახვაც უკვე ჩვენს კინოთეატრებში შეგიძლიათ. მოეწყოთ კარგად და დავიწყოთ. Freaking out, I need a DD. I know you see me, yeah. Why you so greedy? Ay, I know you won't be me, yeah. Why you so needy? Ay. მოულოდნელი დრამა საშობაო ისტორიის ეკრანიზაციის ირგვლივ. ალბათ ყველას გახსოვთ 2009 წლის ეკრანიზაცია, სადაც აღნიშნული ფილმის მთავარ როლს კრუჯს ასრულებდა შეუდარებელი ჯიმ კერი. ის ისეთი გრიბის ქვეშ იყო, რომ უშვებს რაღაც რომ ვიღაცა შეიძლება ვერც ეცნო, მაგრამ თუ ნანახი არ გაქვთ, აი არაჩვეულებრივი ფილმია, ძალიან კაი მორალით, არაჩვეულებრივი გრაფიკით უყურეთ. ახლა კი Nexus Point-ი იწყება, რომ აღნიშნულ როლს ისევ შეუდარებელი ოღონ ამჯერად ჯონი დეპი ითამაშებს. ფილმის რეჟისურა ჩაიბარა ტაი უესტი. ის აქამდე რეჟისორობდა ისეთ ფილმებს, როგორც არის X-ი, პერლი, მაქსინი. ანუ ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. სცენარს კი ნათანიელ ჰარპერნი დაწერს, რომელსაც მანამდე ფილმი ლეგიონისთვის აქვს სცენარი დაწერილი. რა ვიცი, მართლაც მოულოდნელი კომბინაცია არის, უფრო ჰორორისა და უფრო რაღაც მისტიური ჟანრის წარმომადგენლები, მაგრამ ჯონი დეპს შეუძლია ნამდვილად გაუმართლოს ყველანაირი მოლოდინი. ფილმს ველოდებით 2006 წელს, ბოლოს სავარაუდოდ რახან საშობაო ამბავია და ნახოთ რა გამოვა. ვარსკვლავური ომების სამყაროდანაც ახალი ამბები გვაქვს, რომლებიც ეხება ადამ დრაივერსა და დევიდ ფინჩერს. ფილმი ნადირობა ბენ სოლოზე ფაქტიურად ჩაშვებული ყოფილა, ის წარუდგენი ადამ დრაივერს ლუკას ფილმისთვის და ფილმი უნდა ყოფილიყო მისი პერსონაჟის გარშემო. ესე ვთქვათ, ბენ სოლოს, იგივე კაილ რენის შესახებ. მოვლენები უნდა განვითარებულიყო მე-9 ეპიზოდის შემდეგ, სადაც ბენ სოლო ცოცხალი აღმოჩნდებოდა. ფილმს ერქმეოდა ნადირობა ბენ სოლოზე და მთელი ამბავი მის პერსპექტივიდან უნდა ყოფილიყო ნაჩვენები. გუნდთან დრაივერი მივიდა და უკვე მზა სცენარი და სავარაუდოდ რეჟისორი სტივენ სოზელბერგთან ერთად. ლუკას ფილმის ხელმძღვანელობა და მას შორის კეთლინ კენედიც აღფრთოვანებული დარჩენილან აღნიშნული იდეითა და მისი პერსპექტივით. და შეუფასებიათ ის როგორც შესანიშნავი და საკმაოდ პერსპექტიული. პროექტი გაეგზავნა დისნეის ზემდგომ ხელმძღვანელობას, სადაც ბობ აიგერს ის უარყვია და თქვა რომ მადლობა, ეს ჩვენ არ გვჭირდება. ადამ დრაივერს ძალიან დაწყდა გულით, რადგან სურდა სხვაგვარი განვითარება მისი პერსონაჟისთვის, რომელიც მისი აზრით ახალი ტრილოგიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ორაზროვან პერსონაჟად არის მოყვანილი. ვინ დიზელმა და Universal-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა გამოაცხადეს, რომ ფორსაჟი 11 მაინც შედგება. მათ რაღაცნაირად მოახერხეს შეთანხმება, როგორც ჩანს და ბიუჯეტი 200 მილიონამდე შეამცირეს. რაღაცების ამოღება, ვიღაცების არ მოწვევა და ესე შემდეგ. შეიძლება ტაილერ გიბსონიც, რომელიც რავი, ყოველ წელს რაღაცის გამო ან საპატიმროშია, ან დაჭერილია და შესაბამისად ძალიან ლოგიკურია, რომ ის აღარ მიიწვიონ. თუმცა მას ძალიან უდოდა მონაწილეობა. მოკლედ, დაანონსეს და ვინ დიზელი იმასაც ამბობს, რომ გადაღებები შეიძლება ამ წლის ბოლომდე დაიწყოს. რა ვიცი, მე არ მესმის როგორ რადგან სულ ახლახან ჯეისონ მომოა ამბობდა, რომ სცენარიც კი არ არსებობს. ანუ მათ ხელთ არაფერი აქვთ, ისინი უბრალოდ ფულის საკითხს წვედნენ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაეწყოთ სცენარის შემუშავება. მესმის, რა თქმა უნდა, გასულ სერიებს თუ გადავხედავთ, სცენარის სიღრმე იმის საშუალებას იძლევა, რომ ფრენისას და რავი საფერფარო შესვლისასაც კი დაიწეროს აღნიშნული სცენარი, მაგრამ პრე-პროდაქშენი, რეჟისორის ძებნა და ასე შემდეგ ეს ცოტა ისეთ შაბეჭდილებას ტოვებს, რომ თითქოს ოდნავ ტყუიან კიდევაც. თუ კი წლის ბოლომდე ამ ყველაფერს მოახერხებენ, ესე იგი თითქმის ყველაფერი ისედაც მზად ქონიან და უბრალოდ ნაცარს გვაყრიდნენ. ნახოთ რა გამოვა. ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს აშკარად ფორსაჟის ბოლო ნაწილი იქნება. თუმცა თუ სასწაული მოხდა და მილიარდს აცდნენ შემოსავლით, მე უკვე არაფერი აღარ ვიცით. სოფტმა ოფიციალურად წარადგინა პირველი Halo Combat Evolved-ის სრულფასოვანი რიმეიკი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს მთელი სერიის სიმბოლურ გადატვირთვად. თამაში გამოვა 2026 წელს PC-ზე, Xbox Series-ზე და
ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად PlayStation 5-ზე. გველოდება რა თქმა უნდა ორიგინალური ამბავი ახალი შეფუთვით, თანამედროვე განათებით, ფიზიკითა და ანიმაციით. სიუჟეტის რადიკალური გადაწერის გარეშე. ზუსტება რომ დაემატება 3 პრიკվել მისია, სადაც მასტერ ჩიფი და სერჟანტი ჯონსონი მოქმედებენ პირველი Halo-ს მოვლენებამდე. კომპანიას თამაშის შესაძლებლობაც იქნება მარტო ან კოოპერატივის 4 ადამიანთან ერთად. ან ორისთვის ერთ კონსოლზე. Remake-ს აქვს cross-play-სა და საერთო პროგრესის მხარდაჭერა კონსოლებსა და PC-ს შორის. თავისი ქალების ახალი სისტემა საშუალებას მოგცემთ გააქტიუროთ სპეციალური მოდიფიკაციები, შეცვალოთ ბალანსი, დაამატოთ ქაოტური ეფექტები, ან უბრალოდ გაართულოთ თამაში. განმეორებით, გარბენისთვის გათვალისწინებულია მისიების რემიქსის რეჟიმი, სადაც შეგიძლიათ მოდიფიკატორი კომბინირება და საკუთარი გამოწვევების შექმნათ. თამაში იქნება სრულიად Unreal Engine 5-ზე, მაგრამ Halo-ს ორიგინალური სისტემის ზემოდან. Game დირექტორი გრეგ ჰერმანსის თქმით, სტუდიამ გადმოიტანა კოდის ნაწილი და ლოგიკა ორიგინალიდან, რათა თამაში 100%-ით Halo დაღიქმებოდეს. ახალი ვიზუალური შრის ქვეშაც კი. ამგვარად ახალი გრაფიკა და ძველი ძრავის სული ერთად მუშაობენ. ინარჩუნებენ იმავე ფიზიკას, იმპაქტს და ბრძოლის ტემპს. პირველი სკრინშოტები ადასტურებს, რომ დეტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგრამ ორიგინალური სული, როგორც ჩანს, ნამდვილად შენარჩუნებულია. ავტორებმა, თუ ვიმსჯელებთ არსებული ინფორმაციით, ყურადღებით შეისწავლეს ორიგინალური მისიები და გადაამუშავეს ნავიგაცია, განათება და ტემპი. ამასთან დამატებულია 9 საკულტო იარაღი სხვა Halo-ებიდან. მაგალითად, პირველად შეგიძლიათ აიღოთ ენერგეტიკული ხმალი. არის ტექნიკის გატაცების შესაძლებლობა, Wars ტანკის ჩათვლით და სპრინტის ჩართვა. მაგრამ თუ old school-ის ფანატი ხართ, შეგიძლიათ ის სრულად გამორთოთ, რომ ცნებაში არ ჩაგაგდოთ და ამ remake-ს მიყვეთ ისე როგორც თქვენ გსურთ. Remake-ი Microsoft-ისა და Halo Studios ფაქტობრივად ქმნიან ახალ მეორად დაბადებას აღნიშნული ფრანშაიზია, რომელიც გათვლილია როგორც ნოსტალგიით შეპყრობილი ვეტერანებისთვის, ასევე მათთვის, ვინც პირველად ეცნობა სერიას. შესაძლოა თუ პროექტი ხარისხიანი გამოვიდა, ის სერიისთვის იგივე გახდეს, რაც Capcom-ისთვის გახდა Resident Evil 2-ის remake-ი 2019 წელს. მაუსის მოქმედება ვითარდება ქალაქ მაიცბურგში. სადაც მთავარ გმირს, რომელსაც ტროი ბეიკერი ახმოვანებს, მოუწევს დანაშაულებათა ჯაჭვის გამოძიება. ჩაეფლობა რა ინტრიგების, კორუფციისა და მკვლელობების ატმოსფეროში. თამაშის გეიმპლეი აერთიანებს დინამიურ სროლებსა და დეტექტიურ ელემენტს. ხოლო ვიზუალური სტილი და ანიმაცია ხას უსვამს ძველი მულტფილმების სულს. ამ ყველაფერს ავსებს ცოცხალი ჯაზური საუნდტრეკი და მულტფილმური იარაღებისა და ბონუსების ნაკრები. მოთამაშის მთავარი ამოცანა დაეხმაროს დეტექტივ პიტ პერს სამხილების შეგროვებაში და ეტაპობრივად გახსნას მაიცბურგის საიდუმლო. როგორც იქნა ჩვენს კინოთეატრებამდეც მოაღწია მულტიპლიკაციურმა ფილმმა ნეჯა ამარცხებს დრაკონების მეფეს. ეს ფილმი არის სრულიად შექმნილი ჩინეთში და ამავდროულად ის გახდა ყველაზე შემოსავლიანი მულტფილმი კინემატოგრაფიის ისტორიაში და ყველაზე მაღალშემოსავლიანი საერთოდ კინონამუშევარი არა ჰოლივუდის გამოშვებისა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არა ფრანგული, არა იტალიური ან ინგლისური, ჩინური მულტფილმი დღეს არის ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი და არა ამერიკულში კი საერთოდ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჟანრისა და სტილის მიუხედავად. მისმა შემოსავლმა $2 მილიარდ გადააჭარბა. და ყურების შემდეგ გეტყვით, რომ არც არაფერი არის აგასაკვირი. არა, პირადად ჩემთვის ნამდვილად არა ყველა დროის საუკეთესო მულტფილმი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ინფლაციას, ჩინეთის ბაზრის სიდიდეს და მაყურებლის მოწყურებას წესიერი, ხარისხიანი პროდუქტისადმი, საერთოდ არაფერია ოცნაური. გინდათ საინტერესო სიუჟეტი? კი ბატონო. რა თქმა უნდა, ცოტა უცხოა რიგი რაღაცები, იმიტომ რომ დასავლური კულტურის ხალხი არც ისე კარგად ვიცნობთ ჩინურ ფოლკლორს, მაგრამ მაინც გასაგები და მისაღებია. გინდათ ქარიზმატული მთავარი პერსონაჟი ეგეცაა. ანტაგონისტი საინტერესო არის, სასაცილო სცენები უამრავი. სასაცილო პერსონაჟები, კომიკური მოვლენები, ძლიერი ქალის ხაზი, სიყვარულის ხაზი, ყველაფერია. საინტერესოა და აი ძალიან ლამაზად დახატული. თუ ნახავთ
ფილმის მეორე ნახევარში არის სცენა, სადაც ზღვას აჩვენებენ ღელვისას. ეგეთი დეტალიზაცია ჰოლივუდის მულტფილმებშიც არ ვინახავს. მასობრივი სცენები და მუსიკა კიდევ საერთოდ გულს დაგწყვეტ, იმიტომ რომ თუ ჩემსავით ხარ დისნეის მოყვარულები, რავი, ესეთი სცენები და ესეთი მუსიკა დიდი ხანი არ გვინახავს. კინოში ხდება ერთი დიდი ატრაქციონი, რაღაც DreamWorks-ეული და ანიმეური ჟანრის ნაზავი. საკმაოდ გასაგებ მორალთან ერთად, რომელიც ოჯახზე და სიყვარულზე და ერთგულებაზე არის. ასევე მეამბოხეობაზეა, ვერტიკალური ძალაუფლების ბოროტ მხარეებზე, საკუთარი თავის რწმენაზე და ყველაფრის შეცვლა, რომ შენ ერთსაც კი შეგიძლია, მაგაზეცა. ეძახეთ ახლა კომუნისტური ქვეყნის ფილმი. მოკლედ, აუცილებლად წადით. მერე დაგწყდებათ გული, იმდენად კაი არ იქნება სახში, რამდენადაც დიდ ეკრანზე. აუცილებლად წაიყვანეთ ბავშვების, თუ თქვენი არ გყავთ სხვისები. და სასურველია წასვლამდე პირველ ნაწილსაც უყუროთ. დაგეხმარებათ აზრის ჩაცნობაში. ფილმს კი კინოში დასასვლელად შევაფასებდი 10-დან 9 და მე მგონი ეს ყველაზე დიდი შეფასება, რაც მიმიცია აქამდე. რატომ 10 არა? ალბათ უფრო ქრონომეტრაჟის გამო. ბავშვებისთვის ფილმი მაინც ცოტა უფრო დიდია რა. დღეს ამით დავასრულოთ. თუ მოგეწონათ ვიდეო და გვალაიქეთ, თუ ზოგადად კონტენტი არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რათა არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები და აბა მომავალ ვიდეობამდე. კარგად.